დღეს ჩემი ოცნება ასრულდა მეგობრებო, ძალიან დიდი ხანია მინდოდა ამ პოლო და პიკაპი, სადაც მოტოს დავდებდი და მოგზაურობდი და აი ისიც, გაიცანით ჩემი Suzuki. Never stop, they just wanna watch you love me, cause I'm at the top. I take a spot, you know that's just how we rock. Going to the cup, aiming for your top. I'm a Euro step in traffic, and my flick is automatic. And I'm mad, and why would you play with me? And what's up, yeah, what's happening? And then why they keep on chatting? მოგესალმებით ჩემს არხზე. აი ეს არის ჩვენი ახალი მანქანა, რომელიც არხს ძალიან გამოადგება. მთელი ბავშვობა მინდოდა მსგავსი ტიპის ავტომობილი. უმჯობესი იყო, რა თქმა უნდა, დიდი პიკაპი ყოფილიყო, მაგრამ საერთოდ არ ვნანობ ამ გადაწყვეტილებას, იმიტომ რომ ვიცი, რომ ზუსტად შეასრულებს იმ ფუნქციას, რომელიც მე რეალურად მჭირდება. რამოდენიმე ვარიანტი მაქვს, თუნდაც ფერი, როგორი იქნება, კიდე სხვადასხვა დეტალები, რომელიც ამ მანქანაზე მინდა დავამატო, სხვადასხვა ოპშენები მაქვს, ასე ვთქვათ. და ვნახოთ რა გამოვა. ის ვიცი ნახდათ, რომ ამ თეთრი ფერის შეცვლა მინდა მთლიანად. აქ შავი კანტების გაკეთება მინდა და რაღაც დამატებით აქსესუარების გამოწერას ვფიქრობ. რეალურად ეხლა ვამუშავებ ამ იდეას და ჩემს მოგზაურობაში, რომელსაც მე ვგეგმავ, დარწმუნებული ვარ, რომ გამომადგება. ორიოდე სიტყვით ტექნიკურ მახასიათებლებზე ვიტყვი, რომ ამ მანქანას თავარი რაც ღირებულს ხდის, ეგ არის 4x4-ზე სისტემა. მე ვაპირებ ამ მანქანით მოძრაობას off-road გზაზე. ეხლა მძიმე off-road-ს რა თქმა უნდა არ გულისხმობ, light off-road-ი საკმარისი იქნება ამ მანქანით და მე ვაპირებ, რომ მოტოთი გავაგრძელო ჩემი მოგზაურობით. ჩემი მოტოციკლეტი იქნება ზემოთ რა თქმა უნდა და გავაჩერებ შედარებით დაბალ ადგილებზე და შედარებით რთულ ადგილას მე მოტოთი გავაგრძელებ სიარულს, რასაც რა თქმა უნდა თქვენ გაგიზიარებთ. დანარჩენს სხვადასხვა ვიდეოებში შემოგთავაზებს, რა თქმა უნდა ამ ვიდეოშიც ცოტა light off-road-ზე მოგვიწევს სიარული და ვნახოთ ერთად როგორ წარმოაჩენს თავს. წავედით. გამოვედით შედარებით რთულ რელიეფზე, სადაც გავტესტავ ამ მანქანის off-road შესაძლებლობებს. რა თქმა უნდა, ძალიან დიდ მძიმე off-road-ის დაძლევას არ ველოდები ამ მანქანისგან. ნახოთ რა გამოვა. გვაქვს აი ესეთი აღმართი. იმედია კარგად ჩანს კადრში, რომ საკმაოდ ესეთი დიდი აღმართია და იქ კიდე გრძელდება ის აღმართი და ნახოთ რა გამოგვივა. Never stop, they just wanna watch you love me, cause I'm at the top. I take a spot, you know that's როგორც ხედავთ, წარმატებით დაძლია ეს აღმართი და მე ვფიქრობ, სრულიად გამოსადეგი იქნება ჩვენი Suzuki სახელი ჯერ არ მომიფიქრებია და აუცილებლად ვაპირებ, რომ სახელის მოუფიქრო მანქანას. ხო, თავარი რაც არის, რაც დასაწყისში ვისაუბრე, ეს არის ფერი, მანქანის ფერზე ჯერ ვერ ჩამოყალიბდი.
მაქვს რა თქმა უნდა რამოდენიმე ვარიანტი და ვეცდები ეს ვარიანტები გაჩვენოთ და თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, რეალურად ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი კომენტარებში თუ დაწერთ. რა ფრად შეიძლება, ან რა დეტალი შეიძლება დავამატო მანქანას, შემიძლია მოვიძიო ის დეტალი, გამოვიწერო და მოვარგო. ხო, დაახლოებით სურათს თქვენ გაჩვენებთ, რომ მიხვდეთ რა კონცეფციაში მინდა ეს მანქანა რომ განვიხილოთ. ერთ-ერთი მთავარი ამ მანქანაში არის როგორ უნდა ავიყვანოთ მოტო ჩვენს Suzuki-ზე. ამისთვის აი ესეთი მეტალის ფირფიტები შევიძინე, აი ახლოდან რო ვაჩვენოთ. მეტალის ფირფიტები, რომლის საშუალებითაც ზემოთ დადგება ჩვენი მოტო. ეს თუ არ ხსნები, აი აქ დადგება და მარტივად შეგვიძლია რომ ავიყვანოთ. რამდენად მარტივი იქნება ამის გაკეთება? პრინციპში შემდეგ ვიდეოებში აუცილებლად გაიგებთ. მე არ მაქვს ჯერჯერობით ამის გამოცდილება, რომ უსაფრთხოდ ავიყვანო მოტო ისე რომ მოტოც არ დაზიანდეს და არც ახლად შეძენილი ჩვენი Suzuki. მაგრამ ვეცდები გაგიზიაროთ ეს გამოცდილება როგორი იქნება სხვა ვიდეოებში აუცილებლად გაჩვენებთ. ნორმალურად ამოვედით, არაფერი გართულებები არ გქონია და ნახოთ ახლა როგორ ჩავალთ აქედან ამ დაღმართზე. დღეისათვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ დღევანდელი ვიდეო და ახალი მანქანა ველოდები კომენტარებში თქვენს რჩევებს.